გუშინ 27 ოქტომბერს მასწავლებლის დღე იყო. ეს ჩვენს მაყურებელს ძალიან კარგად იცის უკვე მაყურებელმა გუშინდელი გადაცემიდან გამომდინარე. ეს ინფორმაცია გვაქვს და გეტყვით, რომ ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება და რასაკვირველია, სწორედ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, ამ დღის სწორედ 27 ოქტომბერს აღნიშნა. განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებას შეტანილი წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10,000 ლარი გადაეცა 10 პედაგოგს. მოკლედ, ამასთან დაკავშირებით მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები, რომლებიც უკვე სტუდიაში არიან. ეს გახლავთ ჟიურის წევრი ნინო ბეგლარიშვილი და გამარჯვებული შორენა ყარალაშვილი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად დილიდან და პირველ რიგში გილოცავთ, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას, ამ წარმატებას, ასე ვთქვათ და საოცარი საღამო იყო გუშინ დამეთანხმებით ალბათ საღამო, რომელიც ადამიანის მეხსიერებიდან არ წაიშლება. ნამდვილად. და ისეთი ნათელი სახეები იყო. თან მე როგორც ვიცი, შენ თვალყურს ადევნებია საღამოს. რა თქმა უნდა. ვიცი. ძალიან კარგი და პირველ რიგში ალბათ ისევ შთაბეჭდილებები რომ გაგვიზიაროთ, ეს იქნება საინტერესო. რას ნიშნავს ეს ჯილდო ზოგადად? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. ეს იყო საოცარი დღე, წარმოუდგენელი სიხარული. ერთი წუთით არ დამიშვია, რომ ამ დღეს მე ავიდოდი ამ ჯილდოს მოსაპოვებლად. ძალიან ბედნიერი დღე იყო და ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. იცით, მე ჩეხოვის სიტყვებს უნდა დავეთანხმო, რომ ქვეყანაზე არსებობს 3 ხატება, რომელზე თქმა კი არა, გაფიქრებაც დიდი მკრეხელობა. ეს არის დედა, ეს არის ექიმი და ეს არის მასწავლებელი. და აღფრთოვანებას ვერ მალავ გუშინდელი ამ ნათელი სახეების შემხედვარე. ეს იყო მართლა არაფრით არ ჩამოუვარდებოდა, მინდა გითხრათ ოსკარის დაჯილდოებას და ყველაზე მეტად ვინც კი შემეცოდა იყო ჟიური, რომელმაც არ ვიცი, კოლოსალური სამუშაო ჩაატარა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ამოარჩია, იმიტომ რომ იქ ყველა საუკეთესო იყო და ამათ შორის როგორ ხდებოდა ქალბატონო ნინო, რა კრიტერიუმებით ფასდებოდა, ეს გვაინტერესებს თქვენგან. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია მიულოცო გუშინდელ ათეულს და მთლიანად საქართველოს მასწავლებლებს ეს მნიშვნელოვანი დღე, მასწავლებლის ეროვნული დღე. სწორად ბრძანეთ, ნამდვილად საკმაოდ რთული, საპასუხისმგებლო, მაგრამ საინტერესო და ემოციური პროცესი გამოვიარეთ კომისიის წევრებმა, იმიტომ რომ ჩვენს ხელთ იყო 400-მდე გამორჩეული მასწავლებლის ისტორია, რომელთაგან ამორჩევა არ იყო მარტივი. ეს თამამად სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ 400-ვე მასწავლებელი განსაკუთრებულია, ვისი განაცხადით და წარდგინებას და დოკუმენტაციაც და საქმიანობაც შეისწავლა კომისიამ და მათთვის გარდა ამ ათეულისა ვფიქრობ, რომ ეს ასევე დიდი გამარჯვება, როდესაც შენი სასკოლო საზოგადოება გიცხადებს ნდობას და წარგადგენს ასეთ მნიშვნელოვან პრემიაზე. რაც შეეხება კომისიის რთულ მისიას, რა თქმა უნდა, საკმაოდ შრომატევადი იყო, დეტალურად გვჭირდებოდა შესწავლა თითოეული პედაგოგის საქმიანობის, 8 წლის და საკმაოდ სქელტანიანი მასალის დამუშავებაც მოგვიწია და როდესაც გადაწყვეტილების მიღების წინაშე ვიდექით, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობდით იმ კრიტერიუმებით, რომლებზეც თავიდანვე შეთანხმებული იყო კომისია. ეს კრიტერიუმები გახლდათ ავტორიტეტი, ნდობა საზოგადოებაში მასწავლებლის, მისი, რა თქმა უნდა, პედაგოგიკური მიდგომები, პროექტებში ჩართულობა, ინოვაციები, რესურსების შექმნა, საკუთარ და კოლეგათა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ამ კუთხით ნამდვილად ყველა განაცხადი
შთამბეჭდავი იყო. თუმცა ალბათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს დავეყრდენით იმ უნიკალურ ნიშებს, რომელიც თითოეულ მათგანს აღმოაჩნდა. ის განსხვავებული მიმართულებები, რომლებსაც აძლიერებენ საკუთარ თემში, სკოლაში და ახალ სიცოცხლეს ჩაბერავენ სასკოლო ცხოვრებას ყოველდღიურად. აი ქალბატონის შორენა შემთხვევაში ნამდვილად მისი ეთნობანაკების და სამოქალაქო მიმართულებით პროექტების გამორჩეული გაძლიერება იყო თვალშისაცემი და შთამბეჭდავი. ქალბატონო შორენა, აი მოგვიყევით სანამ უშუალოდ აი ამ თქვენ მეთოდიკაზე ასე ვთქვათ გადავიდოდეთ, გითხარით როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება ამ პროფესიასთან საერთოდ? აი რა გზა გაიარეთ ამ დაჯილდოებამდე? დღესაც მახსოვს ჩემი პირველი გაკვეთილი, როდესაც დამამთავრებელ კლასში შევედი, ეს იყო შიში და გამოწვევა. თუმცა გაკვეთილის გამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს პროფესია იყო ნამდვილად ჩემი და ჩემი ცხოვრება. და მას შემდეგ უკვე 20 წელია მოვდივარ ჩემს მოსწავლეებთან ერთად, არაერთი აღსარდელი აღსარდე და ჩემთვის ეს გზა არის მოსწავლეების წარმატება. და აი რას გულისხმობს თქვენი, ანუ აი რითი არის გამორჩეული თქვენი გაკვეთილები? ჩემი საგაკვეთილო პროცესი არ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა. ეს არის მოსწავლეებთან დიალოგი, მათთან კვლევა, გამოირჩევა ჩემთვის მნიშვნელოვანია კოგნიტური მეთოდით სწავლება. ძირითადად მოსწავლეები ჩემს საგაკვეთილო პროცესში ჩართულნი არიან არაფორმალურ პროცესებში და გაკვეთილი არ მთავრდება, არ შემოიფარგლება მხოლოდ 45 წუთით. ეს გაკვეთილი შემდეგ გრძელდება. გაკვეთილის შემდეგ და ცხოვრებაშიც. აი ახლა თქვენ ახსენეთ და გამახსენდა უილიამ არტურ უორდის სიტყვები, ერთი ამერიკელი მწერალი იყო, ესეთი მოტივატორი, ასე ვთქვათ, ცნობილი ძალიან და მას აქვს ძალიან კარგად განმარტებული მასწავლებელი, არ ვიცი, შეიძლება თქვენც იცით, ანუ უღიმღამო მასწავლებელიო, უბრალოდ გვიკითხავსო. კარგი მასწავლებელი განგვიმარტავსო. მნიშვნელოვანი ესეთი გამორჩეული მასწავლებელი გვიჩვენებსო და აი დიდი მასწავლებელი შთაგვაგონებსო. აი ეს იყო მისი გამონათქვამი, ეხლა უცებ გამახსენდა ეს და მაინტერესებს აი ბავშვების დამოკიდებულებას როგორ გრძნობთ თქვენ და აი კოგნიტურზეც აუცილებლად უნდა ჩაგეკითხოთ, რას გულისხმობთ, აი მაგალითი რომ მოგვიყვანოთ და აი ბავშვებისგან რას გრძნობთ, ქალბატონო შორენა, ესეც საინტერესოა. ბავშვებისგან გრძნობ პატივისცემას. ფაქტობრივად ჩემი ცხოვრება 24/7 არის ბავშვებთან ერთად გატარებული. აქედან მინდა მადლობა გადაუხადო მათ მშობლებს, იმიტომ რომ ჩემი ნდობა არის, ხან გვაქვს ესეთი დღეები, რომ შუაღამემდე ვართ ერთად და მუშაობთ სხვადასხვა პროექტებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის, ასევე ჩემთვის და მინდა ვთქვა, რომ ეს ჯილდო არის სწორედ მათი წარმატების შედეგი, ეს ჯილდო მე დავიმსახურე სწორედ ამ მოსწავლეების შრომით და მათი წარმატებით. ჩვენი კოგნიტური სწავლება არის, რომ სწავლა კეთები და ფაქტობრივად ჩვენ წლის განმავლობაში არა ათეული თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეული პროექტი არის, სადაც ჩვენ ვსწავლობთ და ერთად ვაკეთებთ საქმიანობთ სხვადასხვა პროცესებში. ქალბატონო, გუშინ მართლა საოცარი დღე იყო და მინდა გამოყო მინისტრის გამოსვლა. ეს მინისტრის გამოსვლა კი არ იყო, ეს იყო არაჩვეულებრივი მეგობრის, კოლეგის გამოსვლა და მან დიდი სიამაყით განაცხადა, რომ მე ამ წუთში როგორც მინისტრი კი არ, როგორც პედაგოგი ისე გამოდივარ, რადგანაც მას სტუდენტობიდან ჰქონდა დაწყებული სტუდენტობის პირველი ნაბიჯები სწორედ სკოლაში გადადგა. თქვენი აზრით აი ამ პრემიას რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი პედაგოგიური სამყაროსათვის? კი ბატონო, მეც პირველ რიგში მასწავლებელი ვარ პროფესიით და შესაბამისად მოქმედი მასწავლებელი და ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო ეს სიტყვები მინისტრისგან გაჟღერებული, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ალბათ ამ პროფესიის წარმომადგენლები გრძნობთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ასეთ აღიარებას, ასეთ დაფასებას მასწავლებლებისა სახელმწიფოს მხრიდან, ქვეყნის მხრიდან და ეს არის мотиваცია როგორც თვითონ დაჯილდოებული მასწავლებლებისთვის, ასევე ყველა იმ მასწავლებლისთვის, ახალგაზრდა
მასწავლებლისთვის, რომელიც თუნდაც ახლად გამს პირველ ნაბიჯებს პროფესიაში და გრძნობს, რომ მისი პროფესია მნიშვნელოვანია საზოგადოების თვალში, აღიარებულია, დაფასებულია და მსგავსი აქცენტები სახელმწიფოს, ქვეყნის და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან ძალიან ხშირად უნდა გაჟღერდეს მასწავლებლებთან მიმართებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები, როგორც ხშირად ვამბობ, ჩემი პროფესიაზე მომავალ სტუდენტებს როგორც მომავალ მასწავლებლებსაც ხშირად უმეორებ, რომ მასწავლებლები ვართ ჩვენი ბავშვების მომავალი ცხოვრების მთავარი რეჟისორები და ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნის თაობებს, მომავალს და აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია ამ პროფესიის აღიარება, დაფასება, მსგავსი და კიდევ სხვა მრავალი აქტივობებით. აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ ნინოს, იმიტომ რომ სკოლა მარტო სკოლა არ არის ის ადგილი, სადაც ბავშვები ამა თუ იმ დისციპლინას ეუფლებიან. ეს არის მეორე ოჯახი. მასწავლებელიც ასევე მეორე დედაა, მეორე მამა. და ის ელემენტარული რაღაცა უნარჩვევები, რასაც სახლში ვერ იღებს ბავშვი. იმიტომ კი არა რომ მშობლებს რამე შეურაცხყოფას ვახერხებ. ხშირად არ ძალიათ მშობლებს და ის ელემენტარული მოქცევის წესები ისევ სკოლიდან უნდა წამოვიდეს და ასეც ხდება. არ მოქცევის წესებს სულ რომ თავი დავანებოთ, აი ის რაზეც წეგან ვახსენე, აი შთაგონებას ვიღებთ პედაგოგებისგან, ეს საკმაოდ ხშირია, ხო, რომ მასწავლებელმა შთაგაგონა შენ თუნდაც რაიმე პროფესიისკენ გიბიძგა, თუნდაც, ну, აი არ ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა მიმართულება შეიძლება მოქცა ცხოვრების მიმართულება. ეს არის ყველაზე ფასეული, ეს არის ყველაზე მძიმეწონიანი, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება იყოს და გარდა კრიტერიუმებისა, რა თქმა უნდა, რომელიც მასწავლებლის როგორც საგნის სპეციალისტის პროფესიონალიზმზე მეტყველებდა, სწორედ იმ განსხვავებულ ნიშას, რომ ვეძებდით ათეულის გამოსავლენად, აქცენტს ვაკეთებდით სწორედ იმ გავლენებზე, რომელიც ჩანდა მათ საქმიანობაში, როგორც თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, თითოეული მოსწავლის ცხოვრებაზე და აი შთაგონება ძალიან სწორად აღნიშნეთ, мотивация, რომელიც ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა და გარკვეული შედეგები უკვე დადებული და ნაჩვენები იყო მათ მასალებში ამ კუთხით. მე ქალბატონი შორენაც არის ცოცხალი მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს პედაგოგი, რომ აქ მხოლოდ გეოგრაფიაზე რო არ არის საუბარი და არის მთელი ცხოვრებისეული გამოცდილების გადაცემა. აი ამ მოზარდ თაობაზე. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება, როცა ყავს ისეთი მასწავლებელი, როგორიც ქალბატონი შორენა. საინტერესოა თქვენი გადმოსახედიდან რომ გვითხრათ, მაინც რა პრობლემებს ხედავთ დღეს ზოგადად განათლების კუთხით? ფიქრობ, განათლების კუთხით უფრო მეტი ჩართულობა მნიშვნელოვანი, როგორც მოსწავლეებისგან, ასევე მასწავლებლებს შორის და უფრო მეტი ჯაჭვია შესაკრავი მასწავლებელს, მშობლსა და მოსწავლეს შორის. და რა შეგიძლიათ უთხრათ, დაუშვათ იმ ადამიანებს, ვინც აი ეხლა იწყებს ამ პროფესიასთან, ასე ვთქვათ, შეჭიდებას? მინდა რომ დაიჯერონ, რომ მასწავლებლობა არის ყველაზე ძვირფასი სამსახური, რაც კი შეიძლება რომ ცხოვრებაში გაგაშტეს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ხარ ისეთ ადამიანებთან მიჯაჭვული, რომელიც ქმნიან შენი ქვეყნის მომავალს. ძალიან კარგი სიტყვები იყო. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ და სულ აი არ ვიცი, ისეთ საოცარი პროფესია გაქვთ შერჩეული. მე მინდა მხოლოდ და მხოლოდ აი ესეთი ანთებული და აღფრთოვანებული თვალები გისურვოთ ბავშვების, რომლებსაც გაზრდით. უღრმესი მადლობა. მე წარმოვიდგენია ხო თქვენ და ყვარელში რა ხდება, როგორ გელოდებიან და როგორი ფურორით შეხვალთ იქ როგორც გამარჯვებული და მინდა რომ წარმატებები გისურვოთ ძალისთან ერთად მეც შემოვერთდები ამ სურვილებს და ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენაერი პედაგოგები. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ძალიან დიდი მადლობა და შევახსენოთ მაყურებელს ხომ გამარჯვებული ჩვენთან ერთად იყო მასწავლებლის პრემიის გამარჯვებული შორენა ყარალაშვილი და ჟიურის წევრი ნინო ბეგლარიშვილი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.